ქართული ზღაპრები. რატომ გგონია, რომ ქართული ზღაპრები ფანტაზიაა, როცა მათში რეალური კოსმოლოგიური და ბიოლოგიური კოდებია დამალული? დააკვირდით სამ სამყაროს: ზესკნელს, სკნელსა და ქვესკნელს. ეს არ არის მხოლოდ ზემოთ და ქვემოთ. ეს არის განზომილებები. როდესაც გმირი ქვესკნელში ჩადის, ის გადის იმავე გზას, რასაც ძველ ეგვიპტურ თუ შუმერულ მისტერიებში სულის განწმენდა ქვია. ფარშევანგის ალისფერი ფრთა, ოქროსთმიანი ქალი ან უკვდავების ვაშლი. ეს ყველაფერი სიმბოლოა იმ მიძინებული ძალების, რომლებიც ჩვენს დნმ-შია ჩაკეტილი. ყველაზე საინტერესო კი 9 იქით არსებული რეალობაა. ციფრი 9 ქართულ მისტიკაში სრულყოფილების და სხვა განზომილებაში გადასვლის კოდია. როდესაც გმირი დევს ებრძვის, ის სინამდვილეში საკუთარ ბნელ მხარეს და იმ გენეტიკურ შიშებს ამარცხებს, რომლებიც მას წინსვლაში უშლის ხელს. ხოლო ცოცხალი წყალი, რომელიც მკვდარს აცოცხლებს, განა ეს არ არის ის ინფორმაციული ენერგია, რომელზეც დღეს თანამედროვე კვანტური ფიზიკა საუბრობს. ქართული ზღაპარი არის სახელმძღვანელო იმისთვის, თუ როგორ უნდა გახდეს ადამიანი ნახევრად ღმერთი. ჩვენ უბრალოდ დაგვავიწყდა ამ კოდების კითხვა. თქვენი აზრით, რომელი ქართული ზღაპარი ინახავს ყველაზე დიდ საიდუმლოს, რომელიც დღემდე ვერ ამოხსენით?